მართლა ცოტა მეძინა თუ ბევრი მეძინა, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს? ამას მოგესალმებით ყველას, ეთერშია გადაცემა 1 დღე. გააღებს ნეკარებს. სეგი სალა. ნეკა! სულ ახლახან დაბრუნებული ნეკას ეპისკოპოსი. მოკლედ ნეკას ეპისკოპოსი თქვენს წინაშე და მისი სახლი, ბინა, ოჯახი, სადაც იგი ცხოვრობს, გაიზარდა. ნეკას სამზარეულო. ხო, იგენაცვალე, ეს არის ჩვენი სამზარეულო. ტრიალებს ხოლმე ნეკა? იცი რა, ძალიან მიყვარს რო არ მოგატყუო, მაგრამ დრო ცოტა ნაკლებად ხდება ხოლმე აქ სატრიალო. თორე ისე ძალიან მიყვარს თვითონ ეს პროცესი ვარს არაზნიშნულო. იქ მომიწია სამაგერად ისრაელში ცხოვრებისას ტრიალი. იმიტომ რომ ხო, მარტო ცხოვრობდი და ხა მოდი მე შევახსენებ მაყურებელს რომ ნეკა სულ რაღაც 20 დღეა რაც ქალაქ თბილისში იმყოფება, ანუ დაუბრუნდა საქართველოს. მანამდე 6 თვე ხო ნეკა მგონი არ ვთქვი? კი, 6 თვე ყავს. ცოტა მეტიც გადაბარგებული. კი ბატონო, საცხოვრებლად გადმოვარგდი საქართველოში, იმიტომ რომ მინდა გამოგიტყდეთ რომ ისე მომენატრა, რომ აი ვერ აგიხდა. ეს ამბობენ რომ 6 თვეშიო გენატრება ბრუნდებოდა, თუ კიდე 6 თვე დარჩეო, მე რომ აქეთ გამოხედვა არ გინდა. ხო, არა, აქეთ გამოხედვა ძალიან მომინდა 6 თვეში და კიდე 6 თვე ჯერ არ ვაპირებ წასვლას, ასე რომ და იქ ცხოვრობდი მარტო. როგორ ეგოებდი მარტო ცხოვრებას? საერთოდ აქ თუ გიცხოვრია მარტო როდესაც? არა, აქ მარტო არასდროს არ მეცხოვრია, დედა, მამა და მე ვცხოვრობთ ამ სახლში. რომელიც ძალიან მიყვარს, რომელსაც ძალიან მონატრებული ვარ. იქ როგორ გითხრა, ძალიან კარგია მარტო ცხოვრება და მე ყველა ჩვენი თაობის ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ თუ შანსი მიეცემათ, ყველა წავიდეს, იმიტომ რომ არის რაღაცა ძალიან კარგი შანსი თვით რაღაც გაზრდის მომენტი. ხვდები, მარტო რო ხარ, ანუ დაკონტროლებ ყველაფერს. გინდა თქვა, რომ ჩამოყალიბდი როგორც სრულყოფილი ადამიანი. მე ნაკლებად ჩამოყალიბებული, ალბათ მაინც წავედი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში რო ყოფილიყავ, ამნაბიც ვერ გადავდგამდი. ვაცი ცხოვრო. კი, დამოუკიდებელი ნაბიჯი. შემიძლია, მაგრამ დამერწმუნე რომ ძალიან ძნელია, იმიტომ რომ როდესაც კარგად ხარ, როცა კარგ პირობებში ხარ, თან და აი რაღაცა კარგს ხედავ იგლუ, კარგად რო ვიყავ, მაშინ ვიძახთი რომ რა იქნება ხ ჩემი მეგობრებიც გვერდით მყავდეს და ეს ნოსტალგია მაშინ ვაწებოდა ხოლმე ზუსტად. რა ცხოვრობდი რომელ ქალაქში? ცხოვრობდი თელ-ავივში. თელ-ავივში ცხოვრობდი. სადაც ნამდვილი ნაკლები აფეთქებები ხდება ხოლმე და ხალხშინა და არის რომ სახლიდან რომ გამოხვიდე წარმოიდგინე. ძალიან ახლოს ცხოვრობდი სამსახურთან და ამიტომ არ მეშინა და ერთადერთი ისიც მეშინა და ეს იყო ავტობუსში ჩაჯდომა. იმიტომ რომ დავინახავდი შავ ადამიანს ისე წყნარად ჩემთვის მენიანიც. ხო, იმიტომ რომ არაბებთან მქონდა ასოციაცია და მეთქი რამე არ მოხდეს. ეს არ გეგონათ ასაფეთქებელი. ხო, მაგრამ წარმოიდგინე ესეთი რამე თქ რომ ქუჩაში გაიარო გამოგეკიდება ალბათ არ ვიცი 20 გადაცემა 1 დღე გამორიცხულია ეგ რომ გავაკეთოთ არც ფიქრობ ამაზე. მოი ვიცი რამე ჩამოგიტანა შენ აი სანთლები იერუსალიმის და მიწიდან რომელიც არის ნაკურთხი მაცხოვრის საფლავზე. და მინდა აღვნიშნო რომ ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემი ყოფნის, იმიტომ რომ ყოველ კვირის ბოლოს შემეძლო რომ ჩემი ფეხი თავისუფლებავი მეუცა სანთლები დამენთო და ეს იყო ძალიან დიდი რამე ჩემთვის ყველაფერზე მაღლა იდგა. ესე იგი, ამბობდი რომ იქ მიწევდა სამზარეულოში ტრიალი. ას ვაკეთებდი? იცი რა არის, რო გითხრა რომ სულ ქართულ საჭმელებს თქვა მოგატყუებ, იმიტომ რომ ის როგორ ვთქვა პრიპასები, მე მაბადიეთ რომ რუსულ სიტყვას ხმარო. ხო და რას ვაკეთებდი? ახლა რო გითხრა რომ რაღაცა ქართულ საჭმელებს არის არაჩვეულებრივი ქართული რესტორნები. ძალიან კარგი რესტორნები და თუ მომინდებოდა ძალიან ნაჭარული ხაჭაპური, ხინკალი, იმერული ხაჭაპური, ეს ყველაფერი არის. დასაკვირველია, ისეთი ყველით არ მზადდება, როგორიცაც საქართველოში, მაგრამ მაინც იქაური ყველი მზადდება. იქაური ყველი მზადდება, მაგრამ საინტერესო რა არის, იცი რომ არის სპეციალური პატარა ქარხანა ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მიმსგავსებულ ყველს აკეთებენ, როგორც ქართულ ყველს. ძალიან ამსგავსებენ და ოკეი, იმ ყველით ამჯერადში გაერკვია. აი ხო, ხედავ ეს რესტორნის მე პატრონე მომახსენა. აი ესეთი რაღაცები, ხილები, რაღაცები, ყველაფერი არის ისეთი ლამაზი რომ შეხვალ სუპერმარკეტში და ისე ლამაზად აღწვია რომ აი მოგინდება, იყიდი, მიიტან სახლში და სხვა გემო აქვს. პლასმასის არის ჩათვალა, გემო არა აქვს.
აი ამ რაღაცებმაც გამაგიჟა, იმიტომ რომ ქართული საჭმელი ძალიან მომენატრა. ანუ ექვსი თვე გამოდიო პლასმასებით იკვებებოდი? ნუ ხილის ამბავში ნამდვილად პლასმასები იყო და როგორ გითხრა, საჭმელები ძალიან გემრიელია ყველაფერი, მაგრამ არის საოცრად მსუხე საკვები. აქედან გამომდინარე, სულ ისე თავს კონტროლი უნდა გაუწევთ, ან ახლა როცა ეკრანთან გაგშეხება, ვიცი ეს ცალკეთ ემაქინე და ესეც გავიგე, რომ მონტაჟი შენ თვითონ აკეთებდი, ანუ ისწავლე რაღაცა. ხო, მე თვითონ ვაკეთებდი როგორ, იცი რა, ყავდა რუსი მომონტაჟერი. ბუნებრივია მათ ქართული არ ისმოდა. აქედან გამომდინარე, თუ არ დაუძდებოდი, ვერაფერს ვერ დაამონტაჟებდი, ხო? აქედან გამომდინარე, სულ ვეჭეკი ჩემი გადაცემების მონტაჟი და ამ დამყურებაში 6 თვის მანძილზე თითქმის ყოველ მესამე დღეს მონტაჟი მქონდა, ბუნებრივია მეც ვისწავლე. და იყო შემთხვევები, როცა მე თვითონ გამოვთქვი სურვილი, რომ მოდით ახლა ერთ გადაცემას მე თვითონ დავამონტაჟებ და ფოტოშოპში შემიფასეს ძალიან კარგად, რაღაც ახლა ეფექტები ისეთი ვერ გავაკეთე, რასაკვირველია. ის მაშინ დაიმარნენ, მაგრამ ძალიანობაში გადაცემა უკაცრავად ამ გადაცემას ყოველ დაამონტაჟებდი. ვიყავს ოთახში. დიახ. ესე იგი, სადაც ყველაზე მეტ დროს სატარებს, ხო? კი, აი მართლა როგორ არის, იცი რომ მოვდივარ სახლში, ვარ ყოველთვის დაღლილი და შემოვიკატები ხოლმე და სახლში არის სვამა და დავარო. ნუ მთელი დღე ვერ გხედავდი და ხო შეიძლება რომ გამოხვიდე ჩვენთან და დაჯდე მოყვე რა მოხდა და მე გამოვალ ხოლმე რაღაცა გემრიელად ჩემთვის მოვკალასდები ჩავართავ ტელევიზორს თუ საქმე მაქვს წერ აქვე მაქვს ტელეფონი მაქსიმალური კომფორტი მაქვს შექმნილი და ძნელია ჩემი ამოთახიდან გაყვანა მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო რა ხო ძალიან საინტერესოა და თან თითქმის ყველა არის საჩუქარი და ძალიან მიყვარს და ყველა რაღაცას ანუ მეგობრების საჩუქარია თუ ეს არის ჩემი მეგობარი ბუკა კარტოზია რომელიც ამერიკაში ცხოვრობს მან ჩუქა ძალიან მიყვარს. ეს ნახატი ჩემო მეგობარმა ავთუ გურგენიძემ თვითონ დახატა და მაჩუქა და რაღაცა გიждები ამ ფერებზე. განსაკუთრებით ეს მიყვარს ტუში, რომელსაც ну თითქმის თუ შეიძლება რომ მკითხო რომ რას ისმევ და რას ატარებ ყოველთვის, ეს არის ტუში რა, შეიძლება ატარებ ტუში მასოს ხო. და რაღაცა ტუჩის ბლესკი რაღაც ამდაგვარი რაიმე ანუ ისეთ ხო მაგრამ მაკიაჟს იკეთებ და მაკიაჟს ხო გადაღება და რაღაცა ხეს ჩაკრასკული არ დავჭირა ესე იგი რა შეიძლება დავშეჩე სამკაულებს ой სამკაულები ცოცხლები მივხვდი და ბევრი კიდე მეკითხე იცი რა ძალიან მიყვარს ბიჟუტერიებიც რა ვიცი ბევრი რაღაცები ბიჟუტერიები შეგიძლიათ თქვა ახლა ხო რასაკურველია შენ თაყვანისმცემლობა მოისმინე ძალიან უყვარს ბიჟუტერიები არა მარტო ბიჟუტერიები ბრილიანტებიც ანარჩი ეს არიტყო და უარს ეს არის ძალიან ძველი და ძალიან მიყვარს დედას ახალგაზრდობის არის და ნახე როგორი თანამედროვეა თანამძროს აი მე ვიცი ეს არის ვენეციური ქვა კი ნამდვილად აი რა მაგარი ხარ ეს არის ძალიან უცნაური რამე ჩემო მეგობარმა მაჩუკა ისრაელში წასვლის წინ გამოგადგებოდა სიმართლე გითხრათ რატო გამომადგებოდა იქ არ ვიცი არ გამომგროვია მაგრამ ძალიან მიყვარს არა რამდენჯერმე მეკეთა არ ვიცი ნახო თქვენ გამბეცდები გამოვიყანო ყოველ შემთხვევაში თან ძალიან მომწონს აი თაყვანისმცემლის ანუ ფანების ეგრეთ წოდებული ფანების ნაჩუქარი თუ არა ფანების ნაჩუქარი კი აქ უნდა იყოს საყურეები ჩემი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ლელა მე ვერ პოულობ იმ საყურეს სად არის რომელიც აი აბსოლუტურად ყოს როგორ ბიჭის სახელს წოდგელა არა ლელა უყარ გადაყვარჩევისა ცრა ბიჭები უფრო რაღაცა საჩუქრების ხო სუნამოები და უფრო აი მესიჯების გზავნით და რაღაცა ის ახლომოსმას ერიდებიან ხოლმე ყოველთვის ან თუ მოდიან რაღაცა სიურპრიზის სახით შეიძლება დამხვდეს სახლთან რაღაცა მაგრამ სიურპრიზები მე ძალიან მიყვარს კი რომ გიждები მოიტარეთ ვის არ უყვარს შენ არ გიყვარს სიურპრიზები ჩემთანაც მოიტარეთ ეს არიანიან ჩემი ჩიბურაშკები რა მინდა აღნიშნო რომ ჩიბურაშკა ხო აი ყველას მასეთი რეაქცია აქვს ძალიან მიყვარს ჩიბურაშკა ყველაზე კეთილი გმირია მე ვთვლი და ყველაზე საყვარელი და ეს მაჩუკა ხო ესეთია რა ეს მაჩუკას ისრაელში დრო გაიგეს რომ მიყვარს გამომატანეს საიდან გაიგეს რომ ჩიბურაშკა აი რო ჩავედი აი ისტორიულად დავიწყე ჩიბურაშკას ტონით ლაპარაკი და ჩიბურაშკა და ნუ გაგიჟდა რატო გიყვარს ეს ჩიბურაშკა ესე და მე იყო მთელი კამათები რომ რა ცხოველია ჩიბურაშკა რა სქესი აქვს ჩიბურაშკას და მე გამალებით ვიცავდი ყველაფერში ჩიბურაშკას იმიტომ რომ ყველაზე მაგარია თქო ამტკიცებდი და ბოლო დღეა უნდა გამოვფრინდე
და მეორე დღეს მოვფრინავ და გადაიკეტა აბსოლუტურად ყველაფერი ისრაელში. გამოცხადდა და ესეთი აქციები რომ ხელფასების მომენტებასთან დაკავშირებით და შეწყდა ფრენები. წარმოიდგინეთ ჩემი ნერვიულობა როგორ იქნებოდა ამ დროს. თან უკეთებდი ოჯახს სიურპრიზს, არავინ არ იცოდა რომ ჩამოდიოდი, ჩემი ერთადერთი მეგობის გარდა რომელიც აეროპორტში ხვდებოდა, ქობულეთში ისვენებდნენ დედა და მამა და მოკლედ გადავწყვიტე რომ ჩავალ და ქობულეთში დავადგები თავს ეთქო და წარმოიდგინე გადაიკეტა ყველაფერი. და ნერვიულობაში ვარ და ვერ მელაპარაკება ვერავინ საშინელ ხასიათზე ვარ და საღამოს ჩემო თანამშრომელმა ლელა გიგორმა ხო რაღაც მომქცევა სიურპრიზი მაქვს შენთვისა და ამოიღე ჩიბურაშკა ეს ჩიბურაშკა აი ესეთი ჩიბურაშკა არ მინახია და რატომ სათამაშო საფრთხეც არ მინახია ნავარეთჩენი ჩიბურაშკა რა თუ ჩიბურაშკები ვინმეს გაქვთ სახლში და ვინმეს მოგეწვდინებათ ჩემამდე ხმა ძალიან გთხოვთ შემიგროვეთ ვაგროვებ ჩიბურაშკებს პირველად გავაცხადე მაესტროს ეთერით და ბავშვებში რო გეუბნებოდნენ ჩიბურაშკა არ არსებობს შეიძლება აი ეს არის ჩემი სურათები რომელიც არის უსაზღვრად დიდი რაოდენობის ესეთ სურათებია და ესეთ სასაკურველია კიდე ინახება სხვაგანაც ძალიან ბევრია 1 2 ავთვალიეროთ ეს პრინციპში მეტი ერთი დღე ეს გამოვა ეს რო ავთვალიეროთ საიდან დაგიგროვდა ამდენი ფოტოები აი მე სადაც კი დავდივარ ყველგან თან დაყვარს ფოტო კამერა აბსოლუტურად თუ ვინმეს შევნიშნე ჩემი ფოტო აქვს ადმე ეგრევე ვართმევ და საცხოვრებლად საწახვიდოდი ანუ საცხოვრებლად არა მაგრამ აი რომელ ქვეყანაში უფრო ისურვებდი ცხოვრებას ისრაელში ცხოვრობდი არ ვერა იმიტომ რომ ჩემში უფრო ის რაღაც ევროპის მომენტია მგონია რომ საფრანგეთში ვიცხოვრობ და ყველაზე კარგად რატომ მგონია არ ვიცი არ ვარ ნამყოფი მაგრამ რაღაცა ბავშვობიდან მაქვს ამოჩამებული რომ პარიზში კარგად ვიცხოვრობდი და ნახოთ თუ ეს მე ჩავედი პარიზში ავსებად გიამბობ პარიზში ჩარი ჩვენი არხის პრეზენტაციის ფოტოები სერის ჩემი მეგობარი მიშელი გურიელაშვილი რომელიც არაჩვეულებრივად მღერის და საკმაოდ ცნობილია იქ ეს ჩვენი ვიზაჟისტი აპირებ დუეტის შეძლება ხო მიშელთან ვაპირებ დუეტის ჩაწერას კი ახლა ჩამოდის და რაღაც ძალიან ლამაზი სიმღერა მოვძებნეთ და ეს არის ლეონიდ პტაშკა ესეთი რუსი ჯაზმენი კომპოზიტორი რომელიც RTV ესეთი არხი იქ მუშაობს და მასთან ვიყავი გადაცემაში მიწვეული გეოფორმაში ვარ აღწერა გაკრას და რაზე ისაუბრეთ? ვისაუბრეთ მუსიკაზე, ვისაუბრეთ ჩემს სასიმღერო კარიერაზე და ცოცხლად ვიმღერა 5 სიმღერა, რომელიც მან თავად დამიკრა. ესეთები ხდება ხოლმე გადაცემებში ხნიკა. ერთ დღეში ვამღეროთ. 5 სიმღერას გვიმღერებ ცოცხლად. რეკოტომაც არა, შენ დაუკარ და მე ვიმღერებ. და ალექსანდრე ბასლა იყო ჩამოსული. მკვდარ ზღვაზე ისვენებდა ეგრე არის ეს ფოტოები და მასთან გავაკეთე ექსკლუზიური გადაცემა, რომელსაც ესევე დავარქვი ექსკლუზიური, ასევე გავაკეთე ეს გადაცემა ქალბატონ ნანი ბრეგვაძესთან, რომელიც ასევე ისრაელში იყო და ეს არის გადაცემა, რომელსაც წაღან გეუბნებოდი, რომ ვაგრძელებ. არ გამოგჩა არავინ, ვინც ჩამოვიდა არავინ ხელიდან არ გავუშვა, ესეთი რესპონდენტების ხელიდან გაშვება არ შეიძლება და ეხლა ვაგრძელებ ამ გადაცემას აქედან ვამზადებ და ну ეს ზღვა რაღაც ფანტასტიკური ზღვა ისრაელში რაღაც მოვიდა იმედია კარებს გავუღებენ ირიჯებოდი თუ არა აბა არა გარუჯული ხარ სხვა შეხს მაგრამ ისეთი დღე რაც ჩამოვიდა ისეთი მზია რომ შეუძლებელია რომ მთელი დღე გაჩერდეს ზღვაზე ერთი დღე ნეკას ფოტოებთან ერთად დიახ ანუ ყავა თუ ხდებოდა კი აბა ეს მე პატარა პატარა რო იყავი რამდენი წლის იყო. ამით იცი როგორ ერთიდან დავიწყე და მე მოვედი 19-მდე და ეს მე მგონი 2 წლის ვარ 19-ის მაინც პატარა იყავი. ხო, ნუ პრინციპში ახლა 9 რაღაც მალე ხდები 20-ის და 20-ის რო გავხდები მოგიყვები 19-ის როგორი ვიყავი. ჩემი მამიკო გამარჯობათ. მოგესალმებით. ყველაზე კარგად რომელ ქართული კერძებად? ყველაზე კარგად ვაკეთებ. რა ვიცი, აბა, ძალიან მიყვარს ბადრიჯანი და ასეთი რაღაც. თქვენ ასწავლეთ თუ არა კერძების გაკეთება? კი, ისეთი მზარეულია დედაჩემი, რომ ნეტა იმის ნახევარი ვიყო, თქო, ამბობ, ჯემატიკო ასე რომ გაიზდები ჯერ. ხო, ალბათ იმედი მაქვს. ძალიან მიყვარს ხაჭაპური და
გამომდის, რა ვიცი, მე მომწონს ყოველ შემთხვევაში ძალიან უმშია და თამაში ვაკეთებ, მით უმეტეს გემრიელად ვირიგებ ხოლმე და ძალამაზი ქოლგა. ეს არის იაპონიდან ჩამოტანილი. და ჩამოიტანე. კი ბატონო, გახდით იაპონიაში 99 წელს. მე თაკო, ნინი და ეკაკახიანი. ეს იყო ფოლკლორული მუსიკის ფესტივალი. ეს ორი კვირა დავყავით, არაჩვეულებრივი მოგონებები გვაკავშირებს ამ მოგზაურობასთან დაკავშირებით. ნუ ბუნებრივია, იქიდან პირველი რაც წამოვიღეს იყო მარაო და გოლგა. ძალიან სასაცილო ამბავი მოხდა, ერთხელ სტუმარია მოსული. არც ისე შინაური აღარ მახსოვს ვინ იყო, მაგრამ მახსოვს რომ მკითხა ესეთი რამე, რომ ესო როგორ ჩამოიტანეო და თქვარი ჩვეულებრივად თქო რა, როგორ ჩამოიტანე, როგორ გამოგატანესო და რა იყო, მეთქარი ამაში გამოუტანებელი ქოლგაა ჩვეულებრივი და არა, აი ამ ხელაო, როგორ ათრიო იქიდან, არ დაგესანაო. გადაწყვიტა რომ ჩამოვიტანე გაშრომ მდგომარეობს ესე მოვიძებდი აეროპორტში. ეს არის ჩემი დისკი. ხო, ჩემი დისკი, რომელიც ისრაელში დაიბეჭდა და რომელიც გამოუშვა ისრაელის ბიზნესმა და გურამ წიბახაშვილს. აპირებთ თუ არა ახალი ალბომის გამოშვებას? კი, ვაპირებ ახალი ალბომის გამოშვებას სანო სტუდიაში, ახლა მივალთ ჩვენ იქ რაღაც მოსალაპარაკებელ საკითხებთან დაკავშირებით და კი, მაგაზე. მე მგონი ყველა მომღერალს საკითხებიან და შენც არ ხარ. შენთვის სახლში რა მუსიკას უსმენ, როცა განმარტოვდები ან იგივე მეგობრების წრეში? ძირითადად აი საუნდტრეკებს ფილმებიდან მუსიკას, რომელიც აი სულ ამაფრ რაღაცა განსაკუთრებულად ცხოვრებისეულია და განსაკუთრებულად კარგი მუსიკა იმალება ფილმებში თქო, რაც შეიძლება ფილმის ყურების დროს შენიშნო მარტო. ეს არის ყველაზე საყვარელი დისკი ჩემი, ესაუბრე მას. და მე მოусმინო და შეინიშნო. ესეც მართალია. ალმოდოვარის ფილმი ესაუბრე მას. ფანტასტიკური მუსიკა ალბერტო იგლესიასის, ეს არის ამელის, ძალიან უცნაური მუსიკა, რაღაც ფრანგულ სტილში და ეს არის ფრიდა. ჩვეულებრივი ფილმი მხატვრის ცხოვრებაზე, აქაც ესპანური მუსიკა. და დისკებს აი სად იძენ ხოლმე თუ გჩუქნიან თუ ეძენ, ხوارი რა მინდა და ვერ ვიშოვე ან ჩამოიტანე თუ კი, იცი რა ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ მინდა და ვერ ვიშოვე და გამოუგზავნიათ ეს ორი თბილისში მოგშეძენილი ეს მაჯუკესეს ამერიკაში შევიძინე ანჟელიკა კიჯო, აფრიკელი მომღერალია, ძალიან ისეთი საინტერესო. ძირითადად ტრადიცია მაქვს, რომ სადმე როდესაც მივიდვარ, აუცილებლად რამდენიმე დისკი უნდა ჩამოვიტანო საზღვარგარეთიდან და უმეტესობა თითქმის ესეა. ერიკა ბადუზე გიჟდები, ძალიან მიყვარს ბენსონი, რამდენიმე ალბომი მაქვს ბენსონის, ასევე ლორენ ჰილი. ხო, და რა ვიცი, ელჯეროს ახალი ალბომი. ხოთი შორის ძალიან კარგი ალბომი გამოუშვა ჯორჯ ბენსონმა ახალი, სადმე არ ვიცი. ურჩა ყველას მოусმინე. კოლექციონერი ვარ, ვერ ვიტყვი, მაგრამ ვერ ვიტყვი, ხო, მაგრამ იცი რა, მაგ უამრავი ისე უბრალოდ გადაწერილი კომპიუტერიდან MP3-ზე ასე შემდეგ, მაგრამ ხორასაკურველია ხობია. ხო, ერთ-ერთი. ყველაზე კარგი გამტვირთვის საშუალებაა თქო ვამბობ მუსიკა ყოველთვის. შეიძლება მარტო მე შევამჩნია, სხვებსაც შეუმჩნევიან, შენს ფანებს ალბათ აუცილებლად შეამჩნევდნენ, რომ ხშირად როცა აი დავუშვათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩნდები ხოლმე, ვარდი გიმშვენებს ან მართლა? ესე ხშირად? რაღაცა. მე არ დამიფიქსირებია, თიკომ დააფიქსირე. როგორი დაკვირვებული ვარ, რომ შევჩნი. აი, ამას ვერც რო არ ყოფილი, იმიტომ რომ ეს რა არის მაშინ? ვიყო დრო, რომ ერთ-ერთმა დიზაინერმა ვარდებიანი კაბაცკი შემიკერა ბაკო ბაკურაძემ, რომელიც მეც ახალწლის ღამეს მხოლოდ ერთხელ. ძალიან მიყვარს საერთოდ ყვავილები, გიჟდები და ვარდი მიმაჩნია მეფეთ ყვავილების არ ამარტო მე ალბათ შენ ანუ ჯერ კიდე მანამდე სანამ დავუშვათ ყელზე შემოვიდა მოდაში ერთი პერიოდი არა ხომ ვარდი დიდი ხანია მიყვარდა კი რა ვიცი ეხლა სიმართლე გითხრა ძალიან იშვიათად რომ ყელი დავიმშვენა ვარდით ანუ საერთოდ ბუნება გიყვარს გიჟდები ყველაზე მაგრად მომშვიდებს და ყველაზე კარგად გრძნობ თავს არ აქვს მნიშვნელობა ზღვა იქნება მთა იქნება ნუ ზღვა მეტად რასაკურველია მაგრამ ძალიან მეყვარს ესე იგი, კი გავარდა ჭორები რომ ნეკას მანქანა უყიდესო 1-2 3 სადა ესე იგი გამიმტყუნა იმედები ნეკამ რომ მანქანით მეგონა დავხვდებოდა და ტელეფონი იყო ტაქსი გამოეძახა აი ხედავთ სულ ჭორები არ დაიჯეროთ ყველაფერი რასაც გაიგებთ წავედით მართებით საით ამას სამსახურში შენ ისრაელში არ მუშაობ კი ესეთი კონტრაქტით წამოვედი რომ აქედან უნდა მივაწოდო გადაცემები
დავამონტაჟო და დამონტაჟებული სახით და აქედან გამომდინარე აქაც მიწევს მუშაობა, მაგრამ ეხლა ამ სამსახურში არ მივიდივართ, ეხლა მივიდივართ ბავშვთა ფედერაციაში, სადაც გენერალური დირექტორი ვარ ფესტივალის ბროლის ნაძვი, ბავშვთა ფესტივალის და იქ ნახავ. გამარჯობათ. ასე ტაქსებით მოძრაობ ძირითადად, სულავში ზოგჯერ მეგობრის მანქანით, ზოგჯერ კი, როგორ არა, ზოგჯერ მეგობრის მანქანით. ხომ მიხდა ამის რისი კითხვები? რა კითხვები და გისვა? ყავს თუ არა? არა, ყავს. რომელიც გაქცევს ყურადღებას, შეცახცევ ყურადღებას. არა, ამ ეტაპზე ესეთი ადამიანი არ არის ჩემს ცხოვრებაში, თუ ვინმე მეგობრის ბიჭის მანქანაში. ძირითადად ეს შეკითხვა აინტერესებს ყველა მაყურებელს რა. მესმის და ვიცი რომ ეს მარტო შენ ინტერესებს სტილებიდან გეუნები და სტაჟიდან რომ ეს კითხვა აინტერესებს ყველას. არა, ამ ეტაპზე ნამდვილად მარტოა ჩემი გული, აქედან გამომდინარე, მეგობარი ესეთი ბიჭი მანქანით ვერ მემსახურება ვერავინ. ასე რომ მინდა ყველას გასაგონებთ, თუ ვინმე ბიჭთან ერთად დამინახეთ მანქანაში, ეს არის ჩემი ნამდვილი მეგობარი ბიჭების მანქანა, თორე ისე როგორც ის love story არ არსებობს ამ ეტაპზე. მეგობარ რომ ეხა იტყოდი რომ თუ ვინმეს გინდა არა, ჩემი გულიც არიელია. და რა კი ტელეფონის ნომერზე რაღაცა. მედი არ იტყვი ტელეფონის ნომერს თქო. გრძელდება გადაცემა ერთი დღე ნეკასების კვირაძესთან ერთად, რომელიც სულ ახლა-ახლა დაბრუნდა, არ ვიცი სულ რაღაც 20 დღეა დაბრუნდა ქალაქ თბილისში და 20 დღის შემდეგ ჩვენთან ერთად იგი ეწვია ბავშვთა ფედერაციაში. მოვედით ისთვის ესე იგი როგორც სამსახურში ხო საბავშვო მუსიკალური ფესტივალი ბროლის ნაძვის ოფისი მდებარეობს აქ, გამომდინარე იქიდან რომ ბავშვთა ფედერაციას ეკუთვნის ეს ფესტივალი და მე გახლავთ გენერალური დირექტორი და ამისი ყოველდღიურად წევს აკეთებს. თითქმის იცი, მაგრამ წლის მანძილზე იმდენად არა. გამარჯობათ. აი ეს არის ჩვენი ოთახი, სადაც მე და შოუ ვართ. აი კიდე მე. ეს მე რო ისრაელში ვიყავი მაშინ. ხო. ეს კი კიდე ზურასთან ერთად და თათიასთან ერთად. აი მე ყველგან მე რატო დავდე სიურპრიზი გამიკეთე თუ რა ხდება. ახლა იმას ვაკეთებდი შიცის პროექტის ვარიანტს და ყველა მოგვიწევს რა. ეს აქცია შიცის პროექტის ახალგაზრდების შიცის წინააღმდეგ. კასეტაც გამოდის ახლა ხო რა ხდება გავიდა ფინალში კასეტის ამბავით. კასეტას ქვია ერთად და ეს ჩვენი თაობის მომღერლები ყველანი ერთად ვებრძვით შიც და მოკლედ ამასთან დაკავშირებით გამოდის კასეტა. ყოველთვის მიხარია ხოლმე აქ მოსვლა, იმიტომ რომ შეიძლება თქვა რომ აი ვინცაც ხედავ იგივე შოუთა ხო და დანარჩენი თანამშრომლებს ამათ ხელში ვარ გაზრდილი 94 წლიდან ეს ფესტივალი არსებობს და ფესტივალის გამარჯვებული მერე იყო არაერთხელ მithkoms რომ იგივე ხან წამყვანი ვიყავი ხან ჟიური ამ ფესტივალს და აი ამათ ხელში გავიზარდე და ასე რომ ძალიან მიხარია ხოლმე აქ მოსვლა. საბავშვო ბაღში მოგვიყვანა ნეკამ პირველად გადაცემა ერთი დღის ისტორიაში. შემოგვიყვანა. ვინ მოვიდა თქო? გამარჯობა ბავშვებო. მივეცავ. როგორ ახან? აბა ნახოთ ვინ რას ხატავს, კიბორჩხალას, ვაიმე. რას? აუ შერა მაგარ რაღაცას ხატავ რა არის? შერა დახატე. რა ნიჭიერია ნახე რა მაგარი ხელია. უკანაც ეს რა არის? აბა მითხარი. შენი ხელი რა მაგარი და დიდი ხელი. შერას ხატავ. ფერებს ხატავს, რა საინტერესო რამე თქვა ბავშვმა, ფერებს ხატავს. გამარჯობათ. საბავშვო ბაღში
ჩემი ახლობელი არ დადის ამ ბავშვში და რაღაც მაგომისთვის არა, მაგრამ კიდე კაი გარემოა ხომ, მაგრამ რაღაცა ვერთობ. გამერთობა. აუ ჩიტები ისე მიყვარს. და ერთი ყავდა და მომიგდა. შეკავდა. ეს კვინება? არა მგონი. რომიკვინოს ახლა. მე მყავდა 2 ცალი იადონი და 1 ცალი გარდაიცვალა და მეორეც მოკვდა იმის დარჩი და პატარა ვიყავდი და დღემდე მახსოვს სად წავიყვანა და დავასაფლავა და ეს ნაფეხურებია. ხო. ძალიან საყვარელი პატუკა ფეხები. რატომ მახსოვს ბაღის პერიოდში? აი მე ბაღში დავდიოდი ძალიან ცოტა ხანი, ძალიან არ მეყარდა და არ მომწონდა. რომ მიმიყვანეს ბაღში მითხეს რომ რაღაცა ბევრი ლექს გასწავლიან და სიმღერასა და აღმოჩნდა ისე რომ რაღაცა სულ მასწავლებლები ჭორაობდნენ ბავშვებს ყურადღებას არ გვაქცევდნენ და ვიყავი ძალიან უკმაყოფილო. ანუ ესეთ ბაღში არ იყავი? ხო, ესეთ ბაღში არ ვიყავი და მე ერთ ბაღში წამიყვანეს და იმ პერიოდში ხართა ყვინი შერყვა მქონდა მიღებული და შეგვეშინეს რომ ვინც არ დაიძინებს იმას აუცილებლად თავში ჩავარტყამთა და მოკეთე დაუსჯით და რო ვიცოდი რომ ჩემთვის თავში ჩარტყმა არ შეიძლება და შეშინებული ვიყავი და უარი ვთქვი ბაღში სიარეს. აგრძელებთ მოგზაურობას ბავშვთა ფედერაციაში. მაგარი ყველაზე კარგი სამოგზაუროა, იცი? ხო, მართლა. კეთილი აურაა ძალიან. ჩვენ ვართ ახლა. ორი ხო. მასტიუბუში 2 ახალი მოწაფეა, ჩვენ საყვარელი პედაგოგი ამოვირჩიეთ, მანონიკო მარჩილაძე. ჩემი უსაყვარლესი ადამიანი და შემოვაჭერით გაკვეთილზე. შეგვიძლია ჩვენც გიმღეროთ. კი. ვიცი, აბა. სავარჯიშობით დაიწყებ თიკო და მე არიებით დავამთავრე. დაცემ ერთი დღე გრძელდება, სადღაც შუაში ვართ, ანუ შუა დღეა. ოკეი. და სადღაც არც კი დაგვიხედავს. აი მე რასაც ხარი მაჩქეს. ასე აკეთებინა ნეკა. და ჩავიყვებით სამი სტუდიაში. ეს ჩემი საყვარელი ადგილი. ხა სადაც სიმღერის ჩაწერის დროს ყველაზე კარგად გრძნობ თავი. როგორ გიგეცხავთ? გამარჯობა. კარგად თქვენ? აი, მოვედი, როგორც იქნა, დამადგა საშველი. იმ დღეს ვიცვლი და უკვე 5 სიმღერა მაქვს მზად. ამ პაუზებით წერა-წერაში, ახალ სიმღერებში 5 სიმღერა უკვე მაქვს მზად. ისეთები, რომელიც არც ერთ ალბომში არასდროს არ შესულა და მაგას ჩავწერე რა. იცი რა მაინტერესებს? ის რუსული სიმღერა. აღარ არსებობს. ვიცი, მაგრამ მაშინ თების რამ შემოვიარო მე ის საქმიანად და დავილაპარაკოთ. შენ სულ თავად ხო? ხო? თაგებია. რა მოგარბენიებდა? საქართველოში მომარბენია. მონატრება, ოჯახის მონატრება, საქართველოს მონატრება და მუსიკა რაც თავარია რა. გაუგეშთ მუსიკა მომენატრე მუსიკა. აი, вообще მე მოჩვენს მოგენატრე. ვიტი. ესეთები ხო? როდის მაგისება შენი სიმღერა რა მე? მალე. მე ამ გონი ხარ შენ აქ თო. აი ხო ხედავ. მარჯვენა რამე ჩაწერა და გავიქცი. აბა ესეთი ადვილი რა იყოს ესე უცებ რო ხდებოდეს რამდენი სიმღერა მექნება იცი მზად. მივდივართ საც ჯერჯერობით. ჩვენ არ ვიცით. მივდივართ იქ. მაგრამ ნეკას ესეთი. მინდა რომ დავბეჭდო ისრაელის დავტოვო დასამართლე. ხო. რომელიც ვერადავერ მივიდა. მე რაღაცა სანამ სხვა საქმეში შეხვედრები მივიდა და ყავადავლიათ მე ესეთი იდეა მაქვს. შენ ეს აბა რა. ძალიან კარგი იდეაა სხვათა შორის. ნეკას უნივერსიტეტში ჩავლით ახლა და რატომ მივიხარ? დღეს ხო აი რაღაცა ვისა დაუგეგმე რომ ლექციებისთვის რო არ შემეშალა ხელი კამერით და ჩვენი ამით ამიტომ გავაცდინე. აი ეს არის ჩემი უნივერსიტეტი, ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აი ჩემი ლექტორი და როგორი სიმბადიური ლექტორი გვაქვს? ხო, ახალგაზრდა ლექტორი. ახალგაზრდა. ძალიან მართლა ძალიან ერთმანეთზე უკეთესი ლექტორები მყავს და ყველა ძალიან მოყვარს, ნუ უნდა ვაღიარო რომ მიცდება უნივერსიტეტი ის გამო რომ
ესეთი არეული რეჟიმი ცხოვრობ, ხან როდის, ჩემთან ანუ შენაცდენ და არა ისე. ხო, გასაკვირველი, ხო, მე მიცდება. შენ მიცდები. მე ვაცდენ, ეხლა ეს 6 თვე ძალიან ხელი შემიწვის მაქსიმალურად. რაღაცები დამრჩა კიდე ჩასაბარებელი. კაი, ხელს როცა კი, მართლა ძალიან არ ვიწყობ. სერიოზული ხელი შეწყობა. გადები შესწრაფად. არა. არა. მოხვალ იბერიასთან. აი, გელოდე. საიდ მოდავტოთ ვის დაურეკა ნება. აი რომ მოვაგე, მანქანა თქვენ თვითონ ნახავთ ეს ეგეთი. ხანი ვერ შეინახავს თვითონ საიდუმას. სახეზეა გადაცემა ერთი დღე. სახეზეა გადაცემა ერთი დღე ფაქტებზე არიან ნეკას მეგობრები და ხოთ ორი სიტყვა. ერთხელ ხსევიჭეკით მე და ნეკა თელი საერთოდ როგორ მიწერდა იცი წერდის ლექსებს და მეორე დილით სკოლაში რომ მოდიოდა მატანდა ხოლმე არა ის ლექსი არა მე შენახული მაქვს მაგრამ ეს ლექსები იყო როგორც ძირითადად იყო ცნობილი ლექსები გადამღერებული ჩემზე რა თქვენ არ წერდით ლექსებს მე ნეკას ლექსებს არა მაგრამ ესე იგი რა ვიცი არა ლექსებს არა ლექსები არ მომწერია არა მაგრამ ისე ფანტასტიკურად უკრავს ძალიან მაგარი ჯაზმენია და მიკრავდა ხოლმე ფაქტი ესეთია და რა შენ პრინციპში პირველი და ბოლო კლიპი ესეთ სერიოზული ლევან აბულაძის გადაღებული შენ მეგობრები თუ არა კი აი ცისი არის გადაღებული თიკო ლონდონში იყო და არ არის ესე მე ვიყავი ძალიან საინტერესო როლში მოყევი მე ვიყავი მაწმის დედა სცენარი თავიდან იყო ცოტა სხვა, მაგრამ აი გადასაღებ მოდაზე ძალიან ბევრი რამე შეიცვალა და მიყვეს ზღაპრის გმირებივით და ცისია ესე იყო რომ რაღაცა დიდი ესე თასიედო და ხეხავდა კვასანაყი რომელიც იყო აი რაღაც საშინელი ნუ აი რაღაც ანცი მე მიგეთ რომ ვაფშე ვეპერაცია აპირებ თუ არა კიდე კლიპის გადაღებას რამე როგორ არ ვაპირებ ჩემო თიკო რო კიდე ვიცი ეს რომ ხუთი სიმღერა უკვე ძალიან და ქერო ელოდები ეხა და რომ უნდა მოგაქციოს მე ყურადღება და რომ უნდა გამო აი ხო ხედავ არა კლიპის გადაღებასაც გეგმავ ძალიან მინდა ყოველ შემთხვევაში რაღაცა ის ფინანსურ საკითხებს როცა მოვაგვარებ ალბათ დაუფიქრებლად ეგრევე პირველი ამაში ჩავდებ თანხას ან მინდა სხაპარი დასრულდეს დრო თურმე ვერ შეცვლის ფერაცლებს სულ ცოტა ხანში გავიგებთ ვინ არის საითხარ გიორგი რომელსაც ნიკამ დაურეკა და სხვა მომაკითხე როგორი ინტრიგა იცით ახლა რასაც ნახავთ როგორი ინტრიგა იცით როგორც აღნიშნა გიორგი ყოფილა ტაქსის სკოლი ეკას ტაქსის სკოლი ეს კი ანჟელიკა ვარუმის ფონზე გრძელდება გადაცემა ერთი დღე და გიორგი აი ეს არის ადამიანი გიორგი რომელიც ამდენი წლების მანძილზეა თითქმის შეიძლება ითქვას რომ აგერ უკვე მე-6 წელი მიდის თუ გვიან უნდა მივიდეს სახლში არ ვიცი აი ადამიანი რომელიც ძალიან მეხმარება ყოველთვის მაცილებს ანუ გიორგის იმედით გვიან შემიძლია სახლში დაბრუნება იმიტომ რომ ამაცილებს სადარბაზოში ასე შემდეგ არის ძალიან ერთგული და ძალიან საყვარელი ადამიანი და მინდა აღვნიშნო რომ მთელი ჩემი სამეგობრო თითქმის ყველანი ესე გიორგითი ვარსებობ ბაზარს მირჩევნია ასეთ კომფორტაბელურ ადგილებში ვიაროთ. სურსათისთვის ბაზარში რაღაცა ყოველთვის ბევრი ხალხია, ვიღლებია დედადადის ძირითადად. მე თუ სადმე გამიშვება, ხანდახან ყოფილა შემთხვევა, რომ მithქვას რომ ბაზარში ვიყავით, მაგრამ ძირითადად ესე არგ პროდუქტს უყიდულობ, ან რაღაც ხორცი შერჩევა თუცი, ან ყველის, ან კარტოფილის, პომიდორის, კიტრის ასე შე. აქ როგორ ხომ მგონია ისრაელში თავი, იმიტომ რომ იქაც ესე ძირითადად იქ ხარ არის. გარე ისრაელი ვაჭრობა რაღაც ესეთი. ბესედა. ბესედა. შალომ.
ლექაი. რაც ვიცოდი ყველაფერი დავიხარჯე. ხო ხედავთ? ცოტა ყველაფერი უნდა იცოდე. მართლა ივრითული თუ შეისწავლე ამ ძალიან ცოტა ისე თითქმის არ. უკაცრავად შაქარი თითქმის არა. ნიშნავს იმას, რომ მარტო ლეხაი მიცოდა, შალო მიცოდა, ბესედე და მანიშმა. რაც მე პრინციპში. ესე თუ როდესმე მოხვდებით ამ მარკეტში, შეგიძლიათ დამირეკოთ ტელეფონის ნომერს მოგვიანებით გეტყვით, აუცილებლად მოგემსახურებით, ანუ შემიძლია კალათა ვაგორაო. Are you in possession of any illegal substances? ნამცხრების გამოცხობა გიყვარს? ძალიან მიყვარს მირთმევა, გამოცხობა ნაკლებად. საერთოდ კვილი იმდენად არ მიყვარს, იცი, უფრო მიყვარს რაღაც ხაჭაპურები და ეგეთი რაღაც. აი შოკოლადი. ცოტა შოკოლადები იყო. Kissing in the background, how we missed the movie. Said your hair cut mouth, the apple juice was groovy. საერთოდ გიყვარს სიარული გამოფენებზე თუ მეგობარი? არა, საერთოდ მიყვარს ძალიან. როგორი შემფასებელი ხარ? ძალიან მაგარია. მართლა ძალიან, ანუ შეახასა როგორ ხომ, მაგრამ შემფასებელი როგორ? საერთოდ ძალიან კრიტიკული ვარ. არ აქვს მნიშვნელობა მეგობარია, უცხოა, ნაცნობია, მაქსიმალურად კრიტიკულობას ვიცავ ხოლმე, იმიტომ რომ რაცან დაახლოებული იყოს თუ არ უთხარი სიტყვაზე თუ რაღაც არ მოგწონს, შეიძლება ვერ განვითარდეს ისა, ხო, ის ადამიანი. შენთვის თუ გადაუღია გოგას ფოტოები? კი, როგორ არა, ჩემი კლიპის გადაღების პროცესი მთლიანად აღბეჭდა გოგამ და მე კლიპის პრეზენტაციაზე კინორესტორანში გავაკეთეთ კლიპის გადაღების ფოტო გამოფენა, ანუ როგორ ვიღებდით კლიპს. აი აქ არის ცხოვრობდი, აი მე აქ ვიცხოვრობდი. მეც ვიცხოვრებდი აქ. აი აქ ვიცხოვრობდი ძალიან დიდი სიამოვნებით და მინიმუმ 2 თვე. ვერავინ ვერ გიცნობდა. რა პრობლემაა მაგის? ანუ არანაირი პრეტენზია არ გაქვს იმაზე, რომ გამოხვიდე ხალხს ცნობდეს. არანაირად, ისე დავისვენებდი და ისეთ კარგ მუსიკას გავაკეთებდი. დაწყნარებული შთაბეჭდილებებით მიდიხარ სახში რომ დაისვენო, ხო? არა, იცი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა, იმიტომ რომ თქვენ რომ არა ესეთი შემოქმედებითი როგორ გითხრა, დასვენებული დღე არ გამომივიდოდა, იმიტომ რომ უამრავი რაღაც შეხვედრები გადავდე, რაღაცეები და რაღაცა ისე ვიყავი ჩემ გემოზე. აი ესე იცინ ჩემო მეგობრებო. ხო და მაქედან გამოდით. მაქედან გამოდით, ძალიან დიდი მადლობა, რომ სასიამოვნო დღე იყო რაღაცა ყავანაურა და გაგვიძელი. რას ამბობ? მე არასდროს არ მაწუხებენ, ესე იგი, მით უმეტეს ტელემედიის წარმომადგენლები პირიქით. თუკი მოგენარდები, სვის ნაპირს გამოვყვები. დანიიან ქალაქში, ისევ დაგეღოდები, თუკი დამიბრუნდები. ზაფხულის ღამემოვა, ალბათად მე შევხვდებით.